თამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი, ამავე უწყების ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსი და შპს ფუმიგატორის ხელმძღვანელია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით მათ მოქალაქეს კონკრეტული დოკუმენტაციის გაცემის სანაცვლოდ ქთამის სახით გარკვეული თანხა გამოსცალეს. დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და ჯგუფურად ქრთამის აღება. ამ ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამმართველოს ორი თანამშრომელი სამუშაო კაბინეტში აიყვანეს. უწყების ხელმძღვანელი ილია სირაბიძე აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. მოხდა ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩვენი თანამშრომლების აყვანა წინასწარი გამოძიებით ქრთამის აღების ფაქტზე. ეს არის ორი თანამშრომელი გია კაკაბაძე, ფიტოსანიტარი და ილია კიკავა ვეტერინარი. დაკავებული მესამე პირი ქალბატონია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსად მუშაობდა. მეოთხე დაკავებული შპს ფუმიგატორის ხელმძღვანელი კი ფლობს ასევე სასუქების მაღაზიას ხელვაჩაურში. ეს მაღაზია არის ირაკლი ზაქარაძეს ფუმიგაციის მაღაზია, სოფლის მეურნეობის დამხმარე. მუშაობს სეზონურად მარტის თვიდან სექტემბრის თვემდე. როგორც პიროვნება ძალიან დადებითი და საუკეთესო. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, საექსპორტოდ გასატანი თივის შესამოწმებლად სურსათის ეროვნულ სააგენტოში მისულ მოქალაქეს ამავე სააგენტოს თანამშრომელმა ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ ოფიციალური გადასახადის გარდა ქრთამის სახით 325 ლარი გამოართვა და დააკავშირა სააგენტოს კიდევ ერთ თანამშრომელთან, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსთან და შპს ფუმიგატორის ხელმძღვანელთან, რომლებმაც მოქალაქეს 150 ლარი გამოსცალეს. დავაკავეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები და ამავე სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსი, რომლებმაც მოქალაქეს საქონლის ექსპორტისათვის საჭირო ფიტოსერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხები გამოართვეს, ხოლო კომპანია ფუმიგატორის ხელმძღვანელმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დაუმზადა. გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და ჯგუფურად ჩადენილი ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.